მოგესალმებით, ჩვენ გავამწერებო, მაყურებლებო. დღეს კი ვარ ვარტო, მაგრამ ნიკა მიღებს. აქ გავუშვით ისევ შორეულ ავსტრალიაში და დავრჩით ჩვენ ორი აქ. ეხლა შეიძლება გაგიკვირდეთ, საერთოდ რა ხდება და რატო ზივარ აი ამ მანქანაზე, რომელიც არის 1992 წელს გამოშვებული BMW მე-7 სერია 740 IL, ანუ ლონგი. და არ ვიცი, საერთოდ თქვენი აზრის დაგვიწერეთ რა, ანუ იდეაში დღეს შემოგთავაზებთ პირველად ახალ კონტენტს. და იქნება ამ მანქანის შესახებ. ანუ ცოტა off-topic-ია, ჩვენი არხი იცით რა მიმართულებაზეა. უბრალოდ ეს არის რაღაც ჩემი ბავშვობის ოცნება, რომლის ახდენაც ყოველთვის მინდოდა და ვერასდროს ვერ მოახერხე. და ეხლა გეტყვით როგორ და რანაირად და მე თქვენ დაგვიწერეთ საერთოდ ღირს თუ არა ამ ვიდეოს მეორე ნაწილის და მესამე ნაწილის დადება თუ გავანებოთ თავი და მე უბრალოდ ჩემთვის გადავიღებ და ჩემ თავს მივხედავ. ესე იგი რა არის? ბავშვობაში მამა ჩემს მე რო ვიყავი დაახლოებით 6-დან რაღაცა 12-13 წლამდე ყავდა ესეთი მანქანა 730 იყო ლურჯი ფერის მაშინ მექანიკები იყო 6 ცილინდრიანი და ყოველთვის მინდოდა ხოლმე რომ დამჯდარიყავი ამ მანქანაზე და გამეტარებინა და ვერ მოვასწარი სანამ მე გავიზარდე იქამდე რომ ტარებას ვისწავლე ის მანქანა მანამ დაამტვრიეს თან ისე დაამტვრიეს რომ გადააგდეს მე ნაგავში ხო და რაღაცნაირად ემოციურად ჩამჩა რომ სულ მინდოდა რომ აი ესეთი მანქანა მყოლოდა და გამეტარებინა არ მინდოდა არც 34 არც რაღაც მერსედესი ეშკა ან რაღაც ეგეთი აი მინდოდა ზუსტად ეს მანქანა ხო და ერთ მშვენიერ დღეს შემთხვევით შევედი ერთ-ერთ აუქციონზე და რას ხედავ იყიდება ეს მანქანა თან ეხა ამ მანქანის ჩამოყვანა დღევანდელ მდგომარეობაში პრაქტიკულად შეუძლებელია იმიტომ რომ გამბაჟება ჯდება n რაოდენობა თან ვერ გაიფორმებ და ვერივლით ან ტექტათოლიერებს ვერ გაატარებ და ვერივლით უკვე ჩამოყვალი და გამბაჟებული არაა იმიტომ რომ იცით რომ 51 წელს უნდა მიაღწიოს ისტორიულმა მანქანამ ანუ ეგრეთ წოდებული დიდმა მანქანამ რომ ისტორიულ ნომრები მოქცენ და ტექტათოლიერებისგან გაგანთავისუფლონ და სიარული შეძროთ შესაბამისად ეს შანსი არ გაუშხელიდან ვინაიდან მანქანა უკვე გამბაჟებული იყო საქართველოს კანონმდებლობით ამის ტექტათოლიერების გატარება ჩვეულებრივ შემიძლია ნომრები მაქვს შემიძლია მივაყენო ვიარო ოღონდ ვერ დადის მაგრამ როცა ეგრე რომ მოვა მივაყენებ და ვივლი ეხა ჩაგისვათ კადრებს საიდან წამოვიყვანეთ როგორ მდგომარეობაში იყო დიდად არ გამოვედით ბათუმში ვართ სრული შემადგენლობით აკო ცოტა ხანი პაუზებული ყავს ხო და რავი თუ ამ ვიდეოს უყურებთ ესე იგი როგორც თქმა ესე იგი საჭირო ჩავთვლეთ და ჩავსვით ხო და ახალი ჯართი არის რამდენი 1 და 7 ტონას დაუბრუნდი თუ ეგ რამდენი ორი იქნება ეგეთი მძიმე აი და ნახოთ აბა ეგეთი სტილის რაღაცა აღოთ ჯერ გიორგის ბავშვობის ოცნებაა ხო ანანა შენ რამე იცი ამის შესახებ კი მამამის ყავდა მანქანა რომელზეც არ ხვდა ხოლმე და ეხა 34 წლის ასაკში მამაცია არ ყავდა ველოსიპედი მოკლედ და ველოსიპედი იყიდა დესნაო ველოსიპედია ნუ აი გამოთქმაროა ჩვენ შეიძლება იყო მილიარდერი მაგრამ არ ყოლია ბავშვობაში ველოსიპედი და გინდა ველოსიპედი მოდა იყიდა ველოსიპედი და მე შენ ბავშვობის ოცნება ხდება ნახოთ ჩემ ბავშვობის ოცნება შენ არ ყავდა მე ველოსიპედი არ ყავდა მარტო თუ ბარბი გინდოდა არა ვარ ბარბის გოგო ტრაქტორი არ ყავდა ხრიალებთ ახლა ბათუმში ბიჭი ნომრებს იღებს ეხლა ნომრები ვიყავით ერთ-ერთ დაწესებულებაში და ვიყიდეთ აკუმულატორი არა ბატონო გიორგი რა ტევადობის არის აკუმულატორი 80 ამპერ-საათი და კარგი არისო ეგ წავა პლუსები მინუსები რაღაცა სერიოზულესია ბექსის აკუმულატორია კიდე რა გვინდა საწოვის აუზი გვინდა და გიორგიმ გაჩუქებო ჯანდავა შენი თავიო მე საწოვის აუზი არა მაგ და ექსტრა გადასატანი და გაჩუქებო 10 ლიტრიანს ეგ არ მინდა წესიერი მითხარი მე ისე გაჩუქებო არ დამი კონკრეტებია რაზე იყოს 10 ლიტრიანიო და 10 ლიტრიანი წყალი არ იყიდება და იმასაც ვიყიდე ნახევარი კოკლის ბოთლი გვაქვს გადავჭრი და ორივე შენი იყოს ის ძაბრად გამოკვეთება აგე ჩემი საწოვის აუზი ესაც მე ვიყიდე მივდივართ ახლა იმ მანქანასთან გასაღები არის გასაღები კი ონდია აბა რომელია ტარან
ნიკუნა? ცელოფნები მოაცალე? გამარჯობათ. ავარიულებია ჩართული გამორთეს, აი ანტი შევა არ ვიცი. ხეკა ის ტორც. სკაფა. ვიცი აბა. ამის აჩვენებს. დამგადავე. მე ფაიმე. სად პოულობს ხოლმე. მოხალისე არ დი ჯართების შეს. აბა? ჯერ არ ყოფა ბენზინი 0. ვიცი რა ვერ დაგკო, მაგრამ რა? ისინი ჩაიქო. просто убио мусულტა. გეუბნები ფიმფმაი რაიტო როგორ არის? აი ეგეთი ის არის ზუსტად. იქაც რო ყველაფერი ნაგავი რო ეყარათ ხამა. ნიკა შენ ქენი რამე? Did tu ikokeba Peçi gamorte. Peçi. Kati şöpeçi. Vai devagar. Dravი არ გააფუჭოს ახლა. დარწმუნებულია რომ ეს უნდა ამუშაოს ახლა დრავი? ცოტა ხანი და რაღაცა შნური ვიპოვეთ შესაერთებელია. ხო, მარა. სადი ყო? ამათი. მაგათია და ეს რაღაცა ბიჭო სვეჩერთან დაკავშირებული რაღაცები. არის რაღაცები. მანდათ არ არის ეგ ექსტრა? მაგარი ამბავი არ. ეს თომთები გიდის აკოს ფოტო რა ჩაუგდოთ კითხავს. რა რაკეტაში შეიძლება იყოს? ეს იგივენაირი დროჟაა რა. ამ პედალია რა, მამალებია. რა პონტია ეს? აი მაშინ ეს არის რასპედოლის და იმის. კალინუარის მე 20 ხოდი. შეიძლება ავარიულში ჩავარდეს, მაგრამ მე მგონი ახლა 20 ეს რა არის? აი ამაზე იდო რა. სტიკი და დაქოქას? ცადოს ახლა ამბობ. ეხლა გარეთამდე მაინც გივიყო. კაკო. ამით მოდი ხარ თბილისში შენ. იმანგანას რაღაც ერჩ. მოგაწვევით არ გინდა? ვისაც ეკონა რომ მარკემ რანერის გაკეთებაზე იწვალა ძალიან შეცდით. ნახეთ თავისი ხელით იყიდა მე მსგავს მანქანა. გიორგი. რანერის გაკეთებაზე ვიწვალეო და ამბებიო. არ მაგცოს ყურადობას. მაგრამ გაწოლება, აი წვალება ახლა იწვალა. ხა, მაგრამ ეს ხო შენი თაირჩი. ხარი არის სადღაცა. ჩემი თემი მე თვითონ იმას კი მოვაწერ. მეგარია მიმშვიდე. კვაყოფილი ხარ? მე ხებოდი. გააჩუჩკენ. კაია. მოვიდა. აფიცრები. ეხლა ავიყვანთ ჯიგარსა და წავიღეთ. აი ნახეთ. მეგარია, ეს კურკლები. აბა მიადგი ერთი დააბღვინე. არ ვიცი. კი ეტევი ისე. რა გინდა? ხო ეტევი. ჭერი აქვს შესანიშნავ მდგომარეობაში. ამას ბევრად უფრო
მეტად აქ ხოლმე ჩამოვარდეს, ანუ არაფერას არ იცი. რაინა ბალღობის ოცნება ხო აიხდინე, ხო დაჯექი საჭესთან. ო, გავატარა მაინც დამატვი. მორჩა, წავა. გამატარი. დიდათ არ განსხვავდება მდგომარეობა. ეხაც ეგრე მიშლი მოშლილად გამოიყურება და ნელ-ნელა ვიწყებ ახლა ამ მანქანის რესტავრაციას და მინდა რომ რაღაცა გავაკეთო. ძირითადი მიზანი არის რომ მოვიყვანო მწყობში ინდონეზიურ რომ ამ მანქანით ვიარო, არა ყოველდღიურად, უბრალოდ ჩამოთქვირას ან რაღაცა გასართობად გავინე გამოვიდე ხოლმე. ეხლა არის ამ შემთხვევაში ავტომატიკა, ასევე ნაკიდი მაქვს მექანიკის ეგრეთ წოდებული ზბორკა. უნდა განავიყვანო მექანიკაზე, იმიტომ რომ მე ამ მანქანით ქალაქში არ ვაპირებ და მექანიკითაც ჩამოთქვირას რამდენიმეს გამოვიკატებ ხოლმე. აქ პრობლემა ძრავზე, ანუ არ იქოქება, არ ვიცი რა ჭირს, იმიტომ რომ არის დაახლოებით 4-5 წლის ნადგომი იმაში ბათუმში ეგდო გეზში რო ჩამოიყვანეს, მოკლედ სპორტიდან არ გაიყვანეს, დატოვეს ეს მანქანა იქ და იმის პέρα იქდი. ამერიკიდან run and drive ჩამოვიდა, გავრილი აქ დაახლოებით 275,000 მილი და run and drive იყო. თავარი ის რამაც გადამეწყვეტინა რომ ეს მანქანა მეყიდა არის ის რომ მანქანა იყო კალიფორნიის, შესაბამისად არანაირი წყალი ჟანგიც კი არა აქ არსად, ანუ რასაც ძველ მანქანებში აფასებენ ხოლმე. ეგრეთ წოდებული კუზავა ძარა არის ძალიან კარგ მდგომარეობაში, არის უავარიო, მთელი ამერიკის ისტორიის განმავლობაში არ ქონია არც ერთი ავარია. უბრალოდ აქ აი პატარ-პატარა მიღუნული, რასაც მე გავაკეთებინებ და მე ამ ფირს გადავაკრავ, ან შევღება, იმიტომ რომ ეს ფერი არ მოწონს. შესაბამისად მაგ ყველაფერმა გადამეწყვეტინა რომ ეს მანქანა მეყიდა და დამეწყო ამის რესტავრაცია და სულის ჩადგმა. როგორ? ხო, აი ნიკონა კითხულობს რა ფერი გავაკეთოთ. ისე მეორე პეტრიკა გაგხოლმე, გაიკეთე რომ ხმშენი იცის მოდეს ხოლმე. რავი, რა ძალა გახდა, არ ვიცი, მაგრამ კაი. რა ფერი გავაკეთოთ, რა სიტყვით, აბა? ამ მანქანაზე დაგვიწერეთ, ხო? ძრავის მხრივ არის M60, B40, ერთ-ერთი ყველაზე გამძლე, უპრეტენზიო და კარგი ძრავი არის BMW-ში, იმ პერიოდებში და დღემდე ძალიან ბევრ სვაფში იყენებენ ამ ძრავებს, აი დრიფტ კარებში სვაპავენ და ეგეთ მანქანებში. არის ეგრეთ წოდებული ორცეპიანი და ორპრუჟინიანი, რაც ამის გამძლეობას უზრუნველყოფს. ანუ ეხლა ამით მე დაბაბანებას და 700 ცხენის ამოღებას და რაღაც არ ვაპირებ. ქართულ მდგომარეობაში მინდა რომ ყავდეს, მექანიკას დავაყენებ და ჩემთვის გასართობად და სამოძრაოდ მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგ ემოციებს მომანიჭებს. აქ დევს 6-იანი მექანიკათა გადაცემათა კოლოფი, ანუ 6-იანი რა მეშვიდე რა ზადნია ეგეთი. ვაყენებ 330-დან და მაგასაც მოგიყვებით როგორ უნდა დავაყენოთ. 330 დიზელის გადაცემათა კოლოფი ახალი იმისი რა ქვია ZF-ის. ხო, ნუ დანარჩენი ახლა სარესტავრაციო ვერაფერს ვერ გეტყვით. ახლა დისკები და რაღაცეები მე შეიძლება ეგაც დაგვიწერეთ თუ გინდათ რა დისკებს მოახდენთ ამ მანქანას. მე კი ვიცი რას მოახდენ და მაინც იმას დავაყენებ, მაგრამ თქვენ მაინც დააკომენტარეთ და იქნება დაემთხეს ჩვენი ერთად აზრები. ხო, ნუ დანარჩენს მე გზადაგზა ჩავსვავ ახლა რაღაც ვიდეოს, მე და ნიკოლაუსამ რაღაცეები ვიხიმანდრეთ, რაღაცებს უჩხიკინეთ, დავქოქეთ, ეს დავქოქავ მანქანას, სხვა შორის ყველა სკეპტიკურად იყო განწყობილი, განსაკუთრებით ნიკოლაუსთან ნაწილები აკლია და ვერ დაქოქავო. ხო, მაინც დავქოქე, აი ეგრე. ავად თუ კარგად, მაინც დავქოქე. კაი, უკვე ვახსენე, მე მგონი ვახსენე კი, ნახეთ ვიდეოში არ იქოქება ეს მანქანა. არ დავქოქილა დაახლოებით 3-4 წელია მინიმუმ. რაც საქართველოს ჩამოვიდა. ამერიკაში იქოქება და დადიოდა. ეხლა მინდა რომ ვცადო დაქოქვა. ოღონდ არ ვიცი რომ უნდა ვცადო. წარმოუდგენ არ მაქვს დაიქოქებათ, მაგრამ უბრალოდ უნდა ვცადო. რაც მითხარეს და რაც მოვსერჩე ინტერნეტში, შეიძლება რომ კომპრესიის პრობლემა ქონდეს, ან დაკარგული ქონდეს კომპრესია, ერთ-ერთი კალიცოს გამო, რომელიც ზეთის შემაკავებელია, შიგნით ჭირდება ხოლმე ჩაჭედილი. ამისთვის საჭირო არის რომ ძრავი გახურდეს, რომ ის კალიცო გამოვარდეს, კომპრესია დაიჭიროს და მანქანა დაიქოქოს. ეხლა მე მაქვს აქ რამდენიმე წყვილი აალების სანდლები, 2 წყვილი მაქვს, ანუ 16 ცალი მაქვს ჯამში. ვცდი, დავაწყებინებ ტრიალს და ნახოთ რა გამოვა. ასევე რაღა მირჩიეს და რამდენგანმე წავიკითხე, რომ ცოტა ზეთი უნდა ჩავასხა ცილინდრებში პირდაპირ, ცოტა ძალიან ტყაველად მაქვს შესაბამის ხელსაწყო, დიდი ის მაქვს რა ქვია. რა მოქვია იმას. შპრიცი თავის შლანგით ჩავყოფებ შიგნით და ძალიან ცოტაზე ჩავასხავ ყველა ცილინდრში. დავაყენებ მე სვეჩებს და არ ვიცი, აუ ნახოთ რა ისე. წარმოუდგენ არ მაქვს რა მოხდება. თუ არა ვაფეთქე საერთოდ ეს მანქანა უკეთესი იქნება, მაგრამ ცდა ბედის მონახევრია, ცად. ჩემი ხელსაწყო მომიგებოდით. ზოგადად ვიტანით ხოლმე ესეთ სამოსაღებად შიგნით ვიაქვს. ნამის იყო.
მარტივად გავაკეთე, აქეთ იდეა დიდი ისა. შპრიცი, ეს არის დონიკის შლანგი, ვინმე თუ დაგჭირდებოდ. და მაგ 10-40 ზეთი. 10-40 ხა ამოვიდა ამაში და ძალიან ცოტა ჩავასხავ თითო ცილინდრში. ნახოთ რა გამოვა. თუ არა უფეთქები, კაი იქნება. ესე იგი, ეხლა მოვაყენე ბალების სამწებს, დავაერთებ მე ეგრეთ წოდებული ბაბინებს და ვწდი. და მე ვწდი ერთ სალ ბაბინაზე საერთოდ ალების სანთელზე თუ მოდის დენი, რამენაირად დავდება ტელეფონს, რომ გადავიღო დენი მოდის თუ არა. წავედით. ამასობაში ძალიან მხარი ავაწყე, ალების სანთლები დავაყენე და ბაბინებიც დავაერთე. ეხლა ალების სანთლები ეს თები დგას. რა თქმა უნდა, კარგ მდგომარეობაში არაა და მე შესაძლებელია უბრალოდ დასაქოქა თუ დაიქოქა, ხო კაი, თუ არ დაიქოქა, მე არ ვიცი რა ვშო, სავარაუდოდ გამაგზავნებია. ასევე გვაქვს 4 გაურკვეველი პრობლემა. და გეტყვით ახლა რა შემდგომარეობა და ვარკვევ მაგას რა რისია. ეს ვოздухამერისაა, აი ეს კაბელი. ეს ჯიგარი სად მიდის გაურკვეველია, არაფერში არაა ჩაერთებული და სადმა იყო ჩაერთებული, არ ვიცი. ეს მეორე ჯიგარი გაურკვეველია, სადმა იყო ჩაერთებული და აქ ასევე აი რა ვიცი დაგანახოთ. აი ნახეთ იქ საბოლტეროა, ორი ცალი, მანდ წყალი ამოდის შლანგზე რო უჭერ ხელს, რაღაცა ნაწილი აკლია მანდ. ასევე ეს ორი აქეთ და ორი იქით. არ უყენია ეგრეთ წოდებული ნოკ სენსორები, ანუ კაკუნის სენსორი, რომელიც დეტონაციაზე არის პასუხისმგებელი და ეხლა განახებთ კიდე იქით ერთია, მაგასაც განახებთ, მაგრამ ეგად გვაკლია. ესე იგი, აქ გვაკლია, ეხლა აქ არ ვიცი, აი რანაირად გამოვა, აი, ეს რაღაც ჯიგარი. აი, ეს ჯიგარსონი, არაფერში არაა შეერთებული. არ ვიცი რა არის. ეს ის კაბელია იქით, არ განახეთ და რაღაცაში უნდა იყოს შეერთებული. ძველი ძრავია და ბევრი ელექტროობაც არ აქვს, რაღაცა ისეც აკლია. ამიტომ არ ვიცი დაიქოქება თუ არა, კითხვის ნიშნის ქვეშაა. ბათუმში რო ცადეთ, ვერ დავქოქეთ. ეხლა ნიკაც მოდის, მომეხმარება, ბოლო-ბოლო ნიკასთან ერთად იმას მაინც დავადგენ, ალების სანთელზე მოდის თუ არა ეგრეთ წოდებული ისკრა. ანუ რა ვიცი, დენი რო შიგნით აფეთქოს ის. თუ არ დაიქოქა, თეორიული ალბათობა არის, რომ ეს რაღაცები გამოერთებული რო არის მაგის ბრალია, ან მეორე რაც ვისაუბრე, რამდენიმე წელი რო იდგა მანქანა, კალიცოები შეიკუმშა შიგნით, არ გამოდის გარეთ და კომპრესიას ვერ იღებს ძრავი. კომპრესიის დაბა მე არ მაქვს, თორე კომპრესიასაც გადავზომავდი. მაგის გამოტირა დამოვიწყდა სიმართლე გითხრათ. ეგაც უნდა გამოვაწერო დავაგდო ეგდოი. მარეობა ეგეთია, რომ გაერთებული არის აკუმულატორი. აქ ლეგენდის თანახმად სვეჩებთან არის ალების სანთლებიდან ჩასხმული არის ზეთი და ეხლა უნდა დაიქოქოსო. მეტი არა, ჩემ ტერეს მანქანა დაიქოქოს, მაგრამ ცადოს ბალღმა. საწვავით ცოტა გვაქვს. დაიქოქა ეგ არის. ვა, დაასრულს ამუშაობს. ტელემიჩქები გვინდა. ო, რას ლაპარაკობ? მაგ. კარგია. დახმარებით. აიცო. რა კვამლია მოდის იქ, რა გაკვამლიანება. რაღაცა ზეთი იქნება, აბა სხვა რაღაცა. საიდან ამოდის ვერ გავიგე. გამშვებ კოლექტორი იქნება რაღაცა, ალბათ ჩახსნილი, მიხსნილი, მოხსნილი. ბენზინი გვინდა ბიჭო. და რიფტაობა. ბიჭო, სპალავაროტა ხავდია მაშინა. მოიცა ახლა. ის ხوار ჩავს და ჰაერის სენსორი. ო. დეფოლტ ნას კონფიგზე დაიქოქოს. სენსორი ჩავს ჰაერის
რანაირი დაქოქვა ეს არის, სტაბილურად უნდა მუშაობდეს. აი, პრინციპში, ანუ ასე ვთქვათ, ისტორიული ნაწილი ამ მანქანის სულ ეგ არის, ეხლა დანარჩენს უკვე კადრებში ნახავთ და აქვე დაგემშვიდობებით და დაგვიკომენტარით კიდე ერთხელ ყველამ საინტერესოა თუ არა მსგავსი ტიპის კონტენტი ჩვენ არხზე თქვენთვის და არ ვიცი, გავაგრძელოთ მეორე სერიის ჩაწერა თუ არ გავაგრძელოთ და მე ჩემთვის გადავიღო უბრალოდ, ანუ მე ჩემთვის მაინც გადავიღებ. უბრალოდ არხზე დავდოთ თუ არა ეგ გითხარით თქვენ. აი, აბა წავედით და კარგად.